აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახლა. სესია, რომელსაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები ესწრებოდნენ ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ვრცელ მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა 2025 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და დასახულ გეგმებზე მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება. შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსი. როგორც ჯემალ გამახარიამ სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, მყარი მშვიდობა და მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური განვითარება არის ქვეყნის გამთლიანების უმოკლესი და უსაფრთხო გზა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მყარად დგას და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოც ამ ერთადერთი სწორი გზით სიარულს აგრძელებს. დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა ეს როგორც მთავრობის უპირველესი მოვალეობა, ისე ჩვენი მოვალეობაც არის, ამაზე იყო საუბარი და ძალიან დიდი დრო დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიას. ჩვენ თბილისში კი ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლება, ამიტომ ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია რა ხდება იქ, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რა ხდება და ყველაფერ ამის შესწავლა და შესაბამისი შეფასება მისი პოლიტიკური იქნება ეს თუ სამართლებრივი. მომავალ სასესიო პერიოდშიაც ამაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული.